გამარჯობათ. თებერვლის ბოლო დღეებია, მალე გაზაფხულიც მოვა და ცოტა ხანში ჩითილების თესვაც უნდა დავიწყოთ. მე დაახლოებით 15-დან 21 მარტის ჩათვლით აი ამ დღეებში ვიწყებ ხოლმე ჩითილების თესვას, რომ სადღაც 1 მაისის ან ცოტა მერე გადავყო ღია გრუნტში. ჩვეულებრივ კასეტებში, რომელიც სავსეა ჩვენი სასოფლო-სამეურნეო მაღაზიები, შეგიძლიათ გამოყენება, მაგრამ მე ცოტა სხვანაირად ვთესავ, ეს არის ჩვეულებრივი ცელოფანის ერთჯერადი ჭიქები. ახლა დააკვირდით ერთი ეს ჭიქა, რომელსაც ძირზე ნახურატები აქვს გაკეთებული, ამ ნახურატების გასაკეთებლად საკმარისია ცხელი პაიალნი. უცებ იხვრიტება და სწრაფად კეთდება, არავით არის დრელი და სვერლი. ეს ერთი და აი მეორე ჭიქა, რომელსაც ასევე მინიმუმ 3 ნახურატი აქვს, მაგრამ შეხედეთ ის შუაზეა გადაჭრილი. აი ესეთნაირად. ხედავთ? ეხლა აი ამ ჭიქას, რომელიც შუაზეა გაჭრილი, მაკრატლით, არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის. ვათავსებ მეორე ჭიქაში, რომელიც მთელია, შეხედეთ როგორ კარგად ჯდება, ისინი ერთნაირი ზომის არის. და ამაში, როდესაც გრუნტს ვყრი, ის გრუნტი, რა თქმა უნდა, არსად არ წავა, არ გაიშლება, არაფერი არ მოხდება. შემდეგ მასში ვთესავ და ვზრდი ჩითილს. ეხლა გადარგვის წინ, როდესაც ორმოა მოითხრება, აი აქედან ჩითილს ვიღებ მთლიანად აი ამასთან ერთად, მე მგონი არ არის ძნელი წარმოსადგენი, შემდეგ ბოლო იმასაც გაჩვენებთ, მაგრამ ეხლა ამდენი თუ ვინმე ვერ წარმოიდგინა ჯობია მებაღეობას თავი დაანებოს. აი ამოვიღე ეს, შემდეგ გადავხსენი, აქ შიგნით არსებული მიწა შეკრული იქნება და დაკავებული ფესვებით და ფესვები, ყოველგვარი ფესვების დაზიანების გარეშე ვრგავ ჩითილს მიწაში. ეხლა ასეთი რამ, წინასწარ გაჭრა ბევრად უკეთესია, ვიდრე ერთ ჭიქაში ჩავრგოთ ან ერთ კასეტაში და მერე გავჭრათ უკვე გაზრდილ ჩითილზე, აი აქ მაკრატლით. იმიტომ რომ აქ თუ მაკრატლით მერე გავჭერი, შეიძლება ფესვები დავაზიანო. მცირე ფესვების დაზიანება, აი აქ რომ არის გამოყოფილი, აი ეს ფესვები ცოტათი მაინც დაზიანდება, მაგრამ ძირითადი ნაწილი ნამდვილად არა. ანუ მიწასთან ერთად, როდესაც ამას გადავხსნი, აი ესე, ეს ფესვების, ასე ვთქვათ, დაუზიანებლად გადატანას ხელს უწყობს. პრინციპში ასე შეიძლება გადავრგოთ ნებისმიერი მცენარე, даже ისეთიც, რომელიც გადარგვას ვერ იტანს. და მარკირება, უყურეთ, ამ ჭიქებზე შეიძლება წარწერის გაკეთება, რა თქმა უნდა, აი ეთყობა კიდევაც, როდესღაც CD მარკერით წარწერა გამიკეთებია, მაგრამ ეს წარწერები ყველა იშლება, მე ძალიან გაუგებარი ხდება. ამიტომ დააკვირდით, აი ასეთი ჩვეულებრივი სკრეპი, რომელიც იყიდება საკანცელარიო მაღაზიებში. ასეთებს ვყიდულობ რამდენიმე სხვადასხვა ფერისას და აბატონო, არანაირი წარწერა ამას არ აჭირდება, ეს უკვე გასაგებია, რომელი მცენარეც არის უბრალოდ ერთ ადგილას უნდა ჩამოვწერო და სადაც ეწერება, რომ ყვითელი არის რაღაც ჯიში, ვთქვათ მაგალითად, პომიდორი, შავი ყირიმული. აღნიშნული მაქვს ყვითელი და ყველა იმ ჭიქას, რომელშიდაც შავი ყირიმულის თესლი მექნება, ჩათესილი აი ასეთი სკრეპით მარკირებას გავუკეთებ. დღეისათვის სულ ეს იყო, ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ.